მთავარი საინფორმაციო გამოშვებით პირდაპირ ეთერშია აჭარის რადიო საინფორმაციო სამსახურის სტუდიაშია გურანდე დოლიძე. გამარჯობა. ბათუმის სანაპიროზე შტორმმა 5 ბალს მიაღწია, რის გამოც შეჩერდა სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები. ძიმე ტექნიკა ზღვაში გამავალ საწრეთ არხებს დიდი ტალღების გამო ვეღარ წმენს. ამ ეტაპზე გამტანურნარიანობა თითქმის დაკარგა ჟირინის არხმა და აეროპორტის დასახლებაში რამდენიმე მცხოვრების ეზო დაიტბორა. მაშველებმა ამოტუმბვითი სამუშაოები შეაჩერეს. ისინი ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან. სიტუაციას ადგილზე გაეცვნენ ქალაქის მერი და სამაშველო სამსახურის უფროსი ხუსეინ სირაბიძე. გიორგი ერმაკოვის თქმით, ამ დრომდე პრობლემურ ზონებად რჩება ეგრეთ წოდებული ჭაობის და აეროპორტის დასახლებები. სამუშაოების გაგრძელება გამოდარებამდე ვერ ხერხდება. სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით გამოდარებისთანავე სანაპიროზე გამორიყული შლამის გაწმენდა დაიწყება. ყველა არხი მოქმედებდა ჩვეულებრივად, ჯილინის არხზე ახლა არის სირთულე. ზღვის მაღალი ღელვა არ აძლევს საშუალებას იმ ინტენსიურობით გავიდა ჟილინის არხიდან გამომავალი წყალი რა ინტენსიურობით ის უნდა გადიოდეს. ამიტომ ეს სირთულეებს იწვევს აეროპორტის ანგიზის დასახლებაში. სადაც მოსახლეობა იყო გამოსული დატბორვის გამო სრულიად სამართლიანად, მაგრამ არხის გამოისობით ვერ ვახერხებთ და მაღალი ღელვის ხედავთ, რომ სპეცტექნიკა გაჩერებულია, ვერ მუშაობს ფაქტიურად. შემთხვევით გადარჩა ძღოლი ამ ტექნიკის. გამოვიყვანეთ ჯერჯერობით ველოდებით, სანამ ამინდი არ ჩაწკნარდება და სხვა არ მოგცემს საშუალებას იმის, რომ ისევ აღდგენითი სამუშაოები დავიწყოთ, ვერაფერს ამ წუთისათვის ვერ ვახერხებ. ქალაქის მასშტაბით დატბორვის შესახებ შემოსულია დაახლოებით 50-ზე მეტი შეტყობინება, ყველა შეტყობინებაზე გაკეთებულია რეაგირება, მაგრამ ზოგიერთი ადგილი მაინც დატბორილი რჩება, იმიტომ რომ ამ დროისათვის ამოტუმბოას აზრი არ აქვს. ველოდებით რომ ცოტა გამოიდარებს, დაიწევს წყლის დონე, რომ წყლის გადატუმბოა შეუძლოთ. 1 საათის უკან დაახლოებით ზღვის მთლიან ზოლზე ამოიტანა ზღვამ ნაყარი, დაბინძურებულია მთლიანად. ამ წუთისათვის ელოდებიან რომ პატარა დაიკროს და დაიწყება ხელმეორედ არხების გაწმენდა. ამ წუთებში რთული მდგომარეობაა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. სიმონეთში წყალმა ხიდს ბურჯები გამოაცალა და ხიდის ნაწილი ჩაინგრა. 80-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა. სიმონეთში მეწყერით ჩამოწვა. ცუდი ვითარება შეიქმნა ამ ბოლო დღეებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მოგეხსენებათ, რომ 20-21 სექტემბრის წვიმებმა დაგვიზარალეს განსაკუთრებით ზღვისპირა ზოლი, ეგრეთ წოდებული, ზღვასთან ახლოს მყოფი სოფლები, განსაკუთრებით ორთაბათუმის მიმართულებით, ასევე მახინჯაური, ასევე სარფი და იქ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. 43 ოჯახი უკვე შესწავლილია, კომისია ჩამოყალიბებული შექმნილი, მუშაობს ამ მიმართულებით. ასევე მაღალმთიან ზოლში განსაკუთრებით მაჭახლის მიმართულებით გვაქვს ცუდი ვითარება. ზებია ჩაკეტილი, ჩახერგილი, ეხლა ადგილზე ვართ გასული, იქა იწმინდება ამ მიმართულებით ზები. სიმონეთი ფაქტურად მოწმეტილია ცენტრს, გზა ფაქტურად ჩაკეტილია, უკვე ერთი მიმართულება გავხსენით და მძიმე ვითარება გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ ხიდია სოფელთან შემაერთებადი გაფუჭებული და სპეციალისტები გვყავს ამოყვანილი და ადგილზე ვსწავლობთ შექმნილ მდგომარეობას. ეს გზა ფაქტურად რაც ზვავია ჩამოწოლილი მეწყერი გაიწმინდება, პრობლემა შეგვეძლება ხიდთან დაკავშირებით. ხიდი ნახოთ რამდენ ხანში მოხერხდება მისი აღდგენა და რეაბილიტაცია. ფაქტურად ის სადაც საშიში ზონაა, გამოყვანილი გვყავს ყველა მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, ანუ 12 ოჯახი გვყავს ესეთი მუნიციპალიტეტში და დავიტანვანეთ ზოგი ახლობელთან, ზოგი მეზობელთან, ფაქტურად გავხიზნეთ. და როგორც კი ამინდები დაალაგდება, დავდებთ დასკვნას, გაკეთდება ხარჯაღრისხვა, ამას მერე მივაწოდებთ სამთავრობო კომისიას და კომისიასთან ერთად ვიმშელებ თუ რა პრევენციები, რა ზომები უნდა მივიღოს. ხელვაჩაურში სოფელ აჭარის წყალში მშენებარე კირნათი ჰესი დაიტბორა. წყლითაა დაფარული სამშენებლო მოედანი, მდინარე ჭოროხზე მშენებარე ხელვაჩაური 1-თან მისასვლელი შიდა გზაც ჩაინგრა. მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტში. ჭვანის ხეობაში სოფელ ტაკიძეებში ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე საათის განმავლობაში ავტომობილების შეფერხებით გადაადგილდებოდნენ. ამ დროისთვის გზა გაწმენდილია. უამინდობის გამო სოფელ ჭალაში მოვარდნილმა ნიაღვარმა საავტომობილო გზის გამამაგრებელი საყრდენი კედელი ჩამოშალა და საფრთხე შეუქმნა ბადრი ჯაყელის 10 წევრიან ოჯახს. ჭექა-კუხილის შედეგად კი სოფელ ცინარეთში ერთ-ერთი ტრანსფორმატორის და რამდენიმე აბონენტის მრიცხველი დაიწვა, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი სოფელ ცინარეთის მოსახლეობა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით ენერგო კომპანიის წარმომადგენლებმა აღდგენითი სამუშაოები დაიწყეს.
დილის 6 საათიდან გადაუღებლად წვიმს ქედაში, ადიდებულმა მდინარემ დააზიანა საკალმახე მეურნეობის სათავე ნაგებობა, საფრთხე შეუქმნა ხიდებს და დააზიანა საავტომობილო გზები. მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე აჭარის რადიოსთან მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე საუბრობს. ზიანი მიადგა მერისის თემს, ოქტომბრის თემს და ზოლოგნის თემს. როულად მოხდა მობილიზება ტექნიკის და ზიანდა სოფელ მერისში 8 ადგილას იყო კალაპოტებიდან გადმოსვლა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკის მიმდინარეობს გადაწყვეტილი სამუშაოებით. აღდგენილია უკვე 4. პრობლემა იყო ოქტომბრის თემის სოფელ გოგინიძეებში, სადაც მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან და მთლიანად გამოიყვანა მწყობრიდან სოფლის დამაკავშირებელი გზა. მდინარე აკავრეთამ დაარღვია გაბიონები, დაახლოებით 15 მეტრის სიგრძის გაბიონი ჩაშალა წაიღო. ამ ეტაპზე საცნობლად დაიკლო მდინარის დონე, როგორც კი იქნება შესაძლებელი დავიწყებთ გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. სარფის საბაჟო გამშვენ პუნქტზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი იმყოფებოდა. ნოდარ ხადურის თქმით, უამინდობას საბაჟოს მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია. ავტომობილები ერთი ქვეყნიდან მეორეში შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. მინისტრმა კომენტარი რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებითაც გააკეთა. სტიქიის შედეგად ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზარალს მთლიანად სახელმწიფო აანაზღაურებს, აცხადებს უწყების ხელმძღვანელი. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, საბაჟო და საპატრულო პოლიცია მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. საბაჟოზე რიგები არ არის, ჩვეულებრივად მუშაობს. იმედია, რომ სტიქია ჩადგება, აღარ იქნება საფრთხე იმისა, რომ მოძრაობა შეფერხდეს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა როგორც ტრანზიტულ, ისე საექსპორტო და საიმპორტო ტურიზმებს ხელი არ შეეშალოს. რეგიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა. არჩილ ხაბაძის განცხადებით, ბათუმში სიტუაცია სტაბილურია, თუმცა გარკვეული შეზღუდვებია წყლისა და ელექტრომომარაგების კუთხით. წყალი ამ ეტაპზე ძველი ქსელის აბონენტებს არ მიეწოდებათ. რაც შეეხება ახალ ქსელს, ის გამართულად მუშაობს. უამინდობამ გარკვეული პრობლემების შექმნა აჭარის მაღალმთიანეთში, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. რეგიონის პირველი პირის განცხადებით, შემთხვევის ადგილას სპეციალისტები დილიდან გავიდნენ. სოფელ ხალაში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ჩაქვის წყალი. სოფელ მერისში კი მდინარე აკავრეთა კალაპოტებიდან გადმოვიდნენ. ასევე სოფელ ოქტომბრისა და მეძიბნას მიმართულებით მეწყერმა გზა ჩახერგა. მაჭახლის ხეობაში სოფელ ცხემლარასა და აჭარის საღმართში ჩამოწოლილი მიწის მასის გამო ცენტრალური გზა პარალიზებულია. რაც შეეხება ბათუმს, აქ სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე უბანზე მიმდინარეობს. არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ არდაგანის ტბის ტერიტორიაზე არსებული არხები ინტენსიურად იწმინდება. პრობლემულ მონაკვეთებზე კი სპეციალური ტექნიკა მუშაობს. ძირითადი პრობლემა შეგვიქმნა ქარმა 25 მეტრი წამში სიჩქარე იყო ქარისა ხობულეთის რაიონში სავალ ნაწილში რამდენიმე ხე წაიქცა პრობლემები იყო გურია აჭარის დამაკავშირებელი ხიდთან წაიქცა იქაც ხე და დროებით შეფერხდა მოძრაობა მაგრამ საგზაო დეპარტამენტი მუშაობს და აღმოფხვრილია ეს პრობლემა. სოფელ განთიადიდან რამდენიმე ოჯახი ევაკუაციას საჭიროებს. ადიდებულმა მდინარემ სახლებს საძირკველი გამოაცალა და 12 ოჯახი საფრთხის წინაშეა. ადიდებული მდინარე ყოროლის წყალი წალეკვით ემუქრება 3 ოჯახს. ძლიერმა დინებამ ბერიძეებისა და ბარამიძეების ეზოების ნაწილი გამთენიისას წალეკა და ახლა საშიშროება საცხოვრებელ სახლებს ემუქრება. განთიადში სანაპიროსთან დაახლოებით 10 ოჯახი ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ ყოველი გაწვიმება მათთვის რისკის შემცველია. ამიტომ ხელისუფლებას დახმარებას და უსაფრთხო ადგილას საცხოვრებელი ტერიტორიის გამოყოფას თხოვენ. განთიადში იმყოფებოდნენ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ჩავლიაშვილი და ბათუმის მერის მოადგილე ბაგრატ მანველიძე. რამდენიმე სახლი არის გზა გამოცვლილი, ზიანდება სახლების საშიშროება იმის დროს საერთოდ წაიღოს. მდინარე არის ძალიან ადიდებული. ადგილზე არის მერიის თანამშრომლები და გადაიყვანენ ამ ხალხს აუცილებლად მე მოხდება აღწერა და თქო უნდა მერიის მხრიდან დახმარება. თუ დაჭირდება ცენტრალური ხელისუფლებიდან დახმარება, ჩვენ გზავთ რომ მეგრაფონოდობაში დავუდგეთ. 3 ოჯახი ახლა სასწრაფოდ გვინდა რომ გადავიყვანოთ უსაფრთხო ადგილას. ვეძებთ ახლა მოვა უბნის გამგებელი და ვნახავ ჩარიელ ფართს და გადავიყვანოთ და უზრუნველყოთ გადაყვანათ ამ ოჯახების უსაფრთხო ადგილას. მოსახლეობის ევაკუაციას საგანგებო შტაბი უზრუნველყოფს, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მოგვიანებით სპეციალისტები დადებენ დასკვნას ამ ტერიტორიაზე ცხოვრება შესაძლებელი არის თუ არა. დაბა ჩაქვში წყალმა რამდენიმე სოფელში საავტომობილო გზები დააზიანა და საკარმი და მონაკვეთები დატბორა. ადიდებულმა ჩაქვის წყალმა ბარათაშვილის ქუჩაზე არსებული ეზოები დატბორა და მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა. სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა მდინარე კალაპოტში დააბრუნეს.
ძლიერი წვიმის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა სოფელ ხალას საჯარო სკოლაში. მდინარის დონის აწევამ სკოლის შენობას საძირკველის დანგრევის საფრთხე შეუქმნა. მოსახლეობის თქმით, კოგისპირული წვიმის შედეგად მდინარეში წყლის დონემ 40%-ით მოიმატა. ადგილობრივები შიშობენ, რომ რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ შესაძლოა სოფლის ხიდები და გზები წაიღოს. ქობულეთში სტიქიასთან მებრძოლის საგანგებო შტაბი შეიქმნა. მას გამგებელი ხელმძღვანელობს სულხან ევგენიძე. ერწმუნება, რომ სტიქიას მუნიციპალიტეტი მომზადებული შეხვდა. დღეს შტაბის სხდომა გაიმართა. სულხან ევგენიძემ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს დავალებები მისცა, მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ამირან ლაზიშვილს. შტაბის შექმნილია, ყველა სამსახურები ჩართულია. 20 საათიან რეჟიმში ჩვენ გუშინაც გვიანობამდე ვიყავით, მაგრამ მოსალოდნელი აქვს ყველანაირი ტექნიკა, ტრანსპორტი და დავდივართ და ვნახულობთ ადგილზე ვსწავლობთ და შეგიძლიათ გასულოთ ხმარებით. ზექია მოსალოდნელი იყო, ვიცოდეთ ინფორმაცია ჰქონდა, მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად მომზადდა, ამის გამო ქალაქში არ აქვს სერიოზული პრობლემა, სანიტარული მუშაობს, სადუმბო სადგური გადამკაცები მუშაობს, ყველა პრაქტიკულად ქალაქში სიმშვიდეა. წყალმა მოიმატა საგრძნობლად დონეებში. მაგან გამოიწვია რამოდენიმე პატარა მონაკვეთის დატბორვა, ეხლა გავდივართ ზუსტად ამოტუმბობს ვიწყებთ. ერთ-ერთი პატარა უბნის, მეორე უბანმა თვითონ განაცხადა, რომ აღარ გვინდა ამოტუმბოავო. ყოფილი 25 ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებლები მთავრობას დახმარებას თხოვენ. ძლიერი წვიმის შედეგად წყალი რამდენიმე საცხოვრებელში შევიდა. მოსახლეობის განმარტებით უხვი ნალექის გამო საყოფაცხოვრებო ნივთები დაზიანდა. ადგილობრივები შესაბამის სამსახურებს ტერიტორიიდან წყლის ამოტუმბვას თხოვენ. ყოფილი 53 ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ აქცია გამართა. მათი განცხადებით სტიქიამ ისინი ძალიან დააზარალა, თუმცა ამ დრომდე საგანგებო შტაბისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მათთან არ მისულან. ეგრეთ წოდებულ ოცნების ქალაქში მცხოვრები მოსახლეობა მთავრობას დახმარებას თხოვს. როგორც აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები აცხადებენ, კოგისპირული წვიმის დროს მათ სახლებში ისევე წვიმს, როგორც ქუჩაში, ხოლო რთული საცხოვრებელი პირობების გამო ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ეგრეთ წოდებულ ოცნების ქალაქში მცხოვრებთა პრეტენზიებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პასუხობს. არჩილ ხაბაძის განცხადებით შტაბი მუშაობს და გამოძახების შემთხვევაში ისინი მზად არიან მოსახლეობას დახმარება გაუწიონ. ყველა დავეხმარებით და იურიდიულად შეუძლებელი იქნება დახმარება იმ მოსახლეობის იმ კატეგორიისა, რომელსაც საკუთრება არ გააჩნია, იმგაგებით, რომ მისი საკუთრება არ არის და ის ფიქრობს, რომ მიიღებს კომპენსაციას. ამ ნაწილში ჩვენ მათ ვერ დავეხმარებით. წყალდიდობის გამო ბათუმში რამდენიმე ტრანსფორმატორი ავარიულად გაითიშა, რის გამოც ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 4000-ზე მეტ აბონენტს ბათუმში, ქობულეთსა და მაღალმთიან რაიონებში. ენერგოპრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ფილიალის მმართველის განცხადებით, სამაშველო ჯგუფები დაზიანებულ პუნქტებზე აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურად ასრულებენ და დღის ბოლომდე ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება, თუმცა კახა ქიტაცაშვილის განმარტებით თუ წვიმა კიდევ უფრო გაძლიერდება, არ არის გამორიცხული უსაფრთხოების მიზნით სხვა ტრანსფორმატორების გამორთვა. სინოპტიკოსები გამოდარებას ხვალიდან ვარაუდობენ. მათი პროგნოზით არამდგრადი ამინდი დღის ბოლომდე შენარჩუნდება. იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში, ხვალ კი წვიმას შემცირდება, აცხადებს სინოპტიკოსი ინდირა საფარაძე. დღის განმავლობაში ველოდებთ სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარს 8-13 მეტრი წამით, დღის პირველ ნახევარში დაქროლით 18 მეტრი წამამდე. შენარჩუნდება ძლიერი წვიმა, ის განმავლობაში და ღამითაც ასევე გვექნება წვიმა. ზღვაზე არის შტორმი უკვე 4-5 ბალი და შენარჩუნდება დღის განმავლობაში და ღამითაც ხვალ დაიწევს ზღვის ბალიანობა და გვექნება 4 ბალი, ღამით 3-4 ბალი. განვაგრძობთ გამოშვებას. აზერბაიჯანის საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პერსპექტივები, ახალი ალტერნატივები, სატარიფო პოლიტიკა, სატრანსპორტო ლოგისტიკა და ჰაბების ახალი რეგიონული პროექტები. აღნიშნულ თემებზე დღეს ბათუმის რედისონში მსჯელობენ. ჩვენი ქალაქის საერთაშორისო ფორუმს არგუს კასპიის შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი მასპინძლობს. ღონისძიებაში საქართველოს გარდა სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ირანის, რუმინეთისა და ბულგარეთის მსხვილი ნავთობ კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებების გახდება ცნობილი. რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე ამბობს, რომ კონფერენცია ევრაზიული დერეფნის განვითარების პერსპექტივას ემსახურება. შეხვედრაზე საუბარი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც შეეხო, რომლებიც თურქეთისა და აზერბაიჯანის პარალელურად საქართველოშიც მიმდინარეობს. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და ის სავარაუდოდ 2015 წლის ბოლომდე დასრულდება. ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც დაესწრო. არჩილ ხაბაძის განცხადებით, საქართველო და კონკრეტულად ჩვენი რეგიონი ევროპული ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
აქ საუბარია როგორც ნავთობარაგების მისი ფასების ანალიზზე რეგიონში, ასევე მათი ტრანსპორტირების გზებზე, საუკეთესო ვარიანტებზე და განვითარების პერსპექტივებზე. კასპია შავი ზღვის აუზის დერეფანი, ჩვენი დერეფანი, რომელიც აკავშირებს უახლოესი გზით აზიას ევროპასთან, არის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური გზა, უმნიშვნელოვანესი სავაჭრო არტერია და მისი განვითარება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონის ყველა მონაწილე, კორიდორის მონაწილე ქვეყნისთვის. წარმოდგენილი აქვს ძალიან ბევრი ქვეყნის ამ სფეროში მონაწილე კომპანია, რომლებიც საქართველოს უყურებენ როგორც ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს და ასევე როგორც ტრანზიტულ ქვეყანას. ამ პროექტს ამ კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იცით რომ ჯამში 15 მილიონი ტონის გატარება შეძლებს ეს რკინიგზის მაგისტრალი და აკავშირებს ქვეყნებს როგორც აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ჩინეთის და მოხდება მათი თურქეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირება. ჩვენ გვაქვს პრეტენზია ბათუმის პორტს, ტერმინალს და ახალი თურქეთის მოზიდვისა. ლაზური გასტრონომია ამ თემატიკაზე ხელოვნების უნივერსიტეტის 5 სტუდენტი ფილმს იღებს. პროექტი კულტურათა დიალოგის ფესტივალის ფარგლებში ხორციელდება. გადაღებები 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფილმში სულ 12 ლაზური კერძი იქნება წარმოდგენილი. თითოეულს კი 3 წუთი დაითმობა. ლაზური სამზარეულოს რეცეპტების დანართით 2015 წლის კალენდრის გამოშვებაცაა დაგეგმილი. დასკვნითი ფესტივალი, სადაც კერძების დაგემოვნება ყველა სტუმარს შეეძლება, ოქტომბრის ბოლოს სარფში ღია ცის ქვეშ გაიმართება. პროექტი განათლების სამინისტროს პროგრამის კულტურული ცხოვრების გაუმჯობესება სოფლად ფარგლებში ხორციელდება. აცხადებს ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის დირექტორი რუსუდან კარანაძე. ძირითადი მიზანი არის პროექტისა მივიწყებული ძველი ლაზური კერძების მოძიება და მისი პოპულარიზაცია, ვიდეო ფიქსაცია, გადაღება. ჯერ შერჩეული იქნა 5 ქალბატონი, რომელიც მოამზადებდა ლაზურ კერძებს. ეხლა მიმდინარეობს ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ამ კერძების ვიდეო ფიქსაცია პროექტი და დამთავრდება ფესტივალით, რომელიც გაიმართება სოფელ სარფში და სადაც მოხდება პრეზენტაცია ამ ლაზური კერძების. სპორტი. როგორც ცნობილია, ამ დღეებში ესპანურ ბილბაოში დასრულებულ მოჭადრაკე ქალთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია 2 თბილისელი დიდოსტატით გაძლიერებულმა ბათუმის საჭადრაკო კლუბმა ნონამ, რომელმაც თბილისის მერანისა და ენტეინის კლუბების შემდეგ მესამედ ასახელა ქართული საჭადრაკო სკოლა. აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბათუმის მერიის გუნდმა ნანა ძაგნიძის, ბელა ხოტენაშვილის, სალომე მელიას, ნინო ბაციაშვილისა და მირანდა მიქაძის შემადგენლობით 7-ვე მეტოქე დაამარცხა. მათ შორის ტურნირის რეიტინგ ფავორიტი ვარსკვლავებით დახუნძლული მონაკოს მონტე-კარლო და ქულათა მაქსიმუმი დამსახურებულად მოიპოვა კონტინენტზე უძლიერესი კლუბის ტიტული. ჩემპიონატის ტრიუმფატორი დღეს დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და აჭარის რადიომ ბლიც ინტერვიუ ჩამოართვა გუნდის კაპიტანს, საერთაშორისო ოსტატსა და არბიტრს მარიკა ჯაფარიძეს, აგრეთვე კლუბის დამფუძნებელს გია ჭანტურიას. ამ ტურნირის გამარჯვებული იყო მონტე-კარლოს გუნდი, რომელსაც მონაკოს პრინცის პატრონაჟით არის ეს გუნდი შექმნილი. და წელს ჩვენ გვხვდა უდიდესი ბედნიერება და უდიდესი წარმატება, რომ გავხდით ევროპის ჩემპიონები. მინდა აღვნიშნო, ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ბათუმის მოჭადრაკეებს, ვინაიდან 3 დაფეხბურთიდან იყო ბათუმის წარმომადგენლები, საჭადრაკო კლუბ ნონას წევრები. და ამ ჩემპიონატის გამარჯვება ითვლება ერთ-ერთ უძლიერეს შედეგად იმ მხრივაც, რომ ასეთი შედეგი 7 მატჩიდან 7 გამარჯვება თან 14 ქულა 14-დან ასეთი შედეგი ჯერ საქართველოს, არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს გუნდურ ისტორიას არ ახსოვს. მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა შესაძლებელი დაარქვა, ყველა მატჩი გამარჯვებით დაასრულა, ძალიან დიდი კონკურენცია იყო. გოგოებმა შეუძლებელი შეძლეს, მაქსიმუმი იყო დანახარჯი მათი მხრიდან ყოველ პარტიაზე, ბრძოლა იყო ბოლოსვლამდე მოგებისთვის და ჩვენ შევძელით. თავარი საწყისი არის ის, რომ მათ ხელი შეუწყოდა და აფინანსა ქალაქის ბათუმის მერიამ, საკრებულომ და მერიამ. დიდი მადლობა მათ ხარდაჭერისთვის. ჩვენ შემდეგშიც ფიქრობთ, რომ გავამართლოთ მათი იმედები. კერძოდ 26 სექტემბერს იწყება საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი ურეკში, ბათუმთან ახლოს. ვეცდებით დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და კარგი შედეგი ჩამოვიდეთ ისე უკან. კიდევ მინდა მოგახსენოთ, რომ საჭადრაკო კლუბი ნონა ჩამოყალიბდა არა მარტო ამ მოჭადრაკეების, არამედ მაშინ მონაწილეობას ღებულობს 200 ბავშვია გაერთიანებული. ასევე ჩამოყალიბდა პატარა ბავშვებისგან საჭადრაკო კლუბი ნონა, რომელიც მომავალ წელს იასპარეზებს საკლუბო ჩემპიონატზე.
თქვენ მოისმინეთ ახალი ამბების მთავარი გამოშვება გურან და დოლიძესთან ერთად.